ჩვენ მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც ამ ყველაფერს ძირი ეთხრება. მე ამის ღრმად მჯერა და ვხედავ ამ ყველაფერს. რატო გაქვს ასეთი? იმიტომ რომ სისტემაა თვითონ, ანუ როდესაც შენ ამ სისტემას კრიზისს უქმნი, პერსონალურ ლოიალობაზე აგებული სისტემა ყოველთვის ესეთ რაღაცა ხდება შიგნით, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ბევრ ფულს კარგავს ახლა. ის ბევრ ფულს კარგავს და ამ დროს არარაობები, რომლებიც იქ არიან, მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ არსებობს, ხო? ანუ ახლა კობახიძე ჩვენი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხო შანსი არ არის ვერ გახდებოდა, ხო? ანუ ეს არის გამორიცხული. ახლა კობახიძე ცალკე თემაა, მაგრამ იქ არის ღარიბაშვილი, იქ არის ლილუაშვილი, იქ არის ბაჩიაშვილი, იქ არის ხალხი, რომელსაც ბიძინა ფიქრობს, რომ ის მან აქცია ისინი კაცებად. ამ დროს თვითონ ზიანდება, ესენი ჭმუნავენ, იმიტომ რომ რავი, შვილები ამერიკაში ყავთ, იმაში ყავთ, ამაში ყავთ და არ უნდა ზიანის მიღება, ხო? აი ამ ყველაფერს რო ატყობს უკვე ეს თავისთავად ანგრევს. ანუ მე მინახავს პერსონალურ ლოიალობაზე აგებული სისტემები როგორ ინგრევა. ჩვენ გამოვედით ეგეთი პარტიიდან, ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც გააგრძელა ეს ყველაფერი, ხო? იგივე მინახავს კეზერაშვილის აგებულ სისტემას, რომელიც პერსონალურ მისახირებებზე იყო აგებული და ვინც მას უნდა და ის უნდა დარჩენილიყო პოლიტიკაში და ვინც არა და ფულის სანაცვლოდ უნდა გაწეულიყო, ისიც როგორ ჩამოინგრა, ხო? და იგივე ემართება ბიძინა ივანიშვილის სისტემასაც, უბრალოდ გაძლო სხვაზე მეტი, იმიტომ რომ სისტემა უყრია ხელთ და მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ეს აძლევინებს, მაგრამ გარდაუვალია ჩვენ თუ გავაგრძელეთ წნეხი ხუთიდან და ვხედავთ 19 რა ლამაზი აქცია ჩატარდა, ხო? გავაგრძელეთ წნეხი დასავლეთიდან და გავაგრძელეთ რეჟიმის იზოლაცია ყველა დონეზე თუ ყველა რეგიონში შევედით და ყველა რეგიონში გავაგებინეთ რომ რეჟიმი არის მარტო დარჩენილი არჩევნებში ხო და ვინც მისი თანამზრახველია ის რეალურად რეჟიმთან ერთად უნდა გადაიერეცხოს ხო აი ამ ყველაფერზე ჩვენ თუ მწყობრი კამპანია გვექნა მე მგონია რომ გავგვდავთ რეჟიმს და ჩამოიშლება რეჟიმი და მივახწევთ იმას რომ ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდეს და მე ხალხმა თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭოს ყველა პარტიას მანდატი